ჩვენი დღევანდელი ლექციის საგანია ეგზისტენციალიზმი და მოკლე მიმოხილვა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინეს ალბერ კამემ და სარტრმა და მათმა შემოქმედებამ. მკითხველმა თავიდან მათი ერთი მეორესთან ასოცირება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ განსხვავებული იყვნენ ერთი მეორისგან და მიუხედავად მათი განსხვავებული ხედვის და მათი განსხვავებული შეხედულებების, რაზედაც გვექნება ჩვენ საუბარი ამ ლექციის განმავლობაში. და ფაქტიურად მკითხველმა ეს ორი ავტორი თავიდანვე ეგზისტენციალიზმთან დააკავშირა. ამ ტერმინს, ანუ ეგზისტენციალიზმს პირველად იყენებს გაბრიელ მარსელი 1943 წელს, ჟურნალისტები კიდევ 1945 წლიდან აიტაცებენ ამ ტერმინს. რაც შეეხება თვითონ ავტორებს, ანუ თვითონ სარტრი ამ ტერმინს დიდი თავშეკავებულობით ხმარობს, ხოლო კამიუ ფაქტიურად უარყოფს ამ ტერმინს, ანუ ფაქტიურად უარს ამბობს მასზე. თუმცა რაც შეეხება მკითხველს, მკითხველი მას დიდი ენთუზიაზმით ხვდება და ფაქტიურად უკავშირებს იმ პერიოდში მიმდინარე, ანუ 1945 წელს მიმდინარე ინტელექტუალურ სფეროში მიმდინარე ყველა ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალისტური არანაირი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება ან ეგრეთ წოდებული სკოლა არ შექმნილა, რომელიც გააერთიანებდა, ვთქვათ, ამ მიმდინარეობაში სხვადასხვა მწერალს, როგორც მაგალითად შეიძლება ხდება რეალიზმის დროს, ან კიდევ ვთქვათ, სიურეალიზმის დროს და ასე შემდეგ, მაინც ეს ტერმინი 1945 წლებში პრევალირებულია. და ფაქტიურად ამის გამო ამ ტერმინის უარყოფა და როგორც ასეთი ამ მიმდინარეობის არსებობის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა გვექნება ამ მიმდინარეობის თავისებურებების შესახებ საუბარი. ეხლა მიუხედავად ეგზისტენციალიზმის ძალიან დიდი პოპულარობისა 1945 წლიდან 55 წლებამდე 60-იან წლებში მას დაუპირისპირდა სტრუქტურალიზმი, რომელიც ფაქტიურად ისეთივე მითიური იყო, როგორც ეგზისტენციალიზმი იმ გაგებით, რომ სტრუქტურალიზმიც, ასე ვთქვათ, სტრუქტურალისტური კვლევებიც აერთიანებდა განსხვავებულ კვლევებს, განსხვავებულ მიდგომებს და ასევე აერთიანებდა შესაძლოა უბრალოდ ავტორებს, რომლებსაც ერთმანეთისადმი მეგობრული გრძნობა აკავშირებდათ. მაშინ, როდესაც 1945 წელს ყველა ავტორი თავს საზღვრავდა თუ განსაზღვრავდა ეგზისტენციალიზმთან მიმართებაში, ანუ იმდენად ძლიერი იყო და პოპულარული ეგზისტენციალიზმი ამ პერიოდში, 10 წლის შემდეგ ძალიან ბევრმა გააკრიტიკა კამიუს ნაწარმოებები და გააკრიტიკა კონკრეტულად ვიწრო ჰუმანიზმი, რომელიც იკითხებოდა ამ ნაწარმოებებში, ხოლო რაც შეეხება სარტრს, კრიტიკოსებმა გააკრიტიკეს და ავტორებმა გააკრიტიკეს, ასე ვთქვათ, სარტრთან ანგაჟირებული ლიტერატურის ილუზია. ამჟამად, როდესაც ფაქტიურად ეს მოდა თუ ასეთი პოპულარობა გადასულია და უკვე დიდი ხანია გადასული ეგზისტენციალიზმის, ისევე როგორც 60-იან წლებში არსებულ კრიტიკაზე დაყრდნობით, ამჟამად შესაძლებელი ხდება განისაზღვროს, ანუ ამ უარყოფითზე დაყრდნობითაც ფაქტიურად, ანუ კრიტიკაზე დაყრდნობა, კრიტიკაც თავისთავად საშუალებას იძლევა, რომ განისაზღვროს თუ რას წარმოადგენდა ეს მიმდინარეობა და რა არის ეგზისტენციალიზმი. მასში ფაქტიურად გაერთიანებულია სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები, ან კიდევ სხვადასხვა ტექსტი, რომლებიც ასახავენ გარკვეულ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ
ფაქტიურად ატმოსფეროს. წარმოადგენენ გარკვეული თემების და გარკვეული პრობლემატიკის ერთობლიობას, რომელიც უფრო მეტად ახასიათებს ისტორიულ სიტუაციას, ან კიდევ პერიოდს და ეს პერიოდი განისაზღვრება, როგორც უკვე ვთქვით, 1945-1955 წლებით, ვიდრე ფრანგულ ლიტერატურულ მიმდინარეობას. ანუ ფაქტიურად ის ეგზისტენციალიზმი უფრო მეტად ახასიათებს ისტორიულ სიტუაციას, ან კიდევ აი ამ 10 წლის დაახლოებით პერიოდს, ვიდრე კონკრეტულად ფრანგულ ლიტერატურულ მიმდინარეობას თუ ლიტერატურულ მოძრაობას. თავდაპირველად ეგზისტენციალიზმი წარმოადგენს მიმდინარეობას, რომელიც ფილოსოფიის ისტორიას უფრო მიეკუთვნება, ვიდრე ლიტერატურას. ეგზისტენციალური ფილოსოფია ეწინააღმდეგება იდეალისტურ სისტემატიზაციას და რომელიც ძირითადად ანუ ეგზისტენციალიზმი ძირითადად მომდინარეობს კიერკეგორის ფილოსოფიიდან, რომელიც თავის მხრივ მე-19 საუკუნეში დაუპირისპირდა ჰეგელს და იცავდა რა ადამიანის ცნობიერების უფლებებს. ანუ ფაქტიურად კიერკეგორი ეს არის ერთ-ერთი ფილოსოფოსი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე და მეორე ეს არის ჰაიდეგერი, რომელიც იყენებს ჰუსერლის ფენომენოლოგიურ მეთოდებს და გამოყოფს ადამიანური არსებობის წარმომჩენ გრძნობებს, როგორიც არის განსაკუთრებით წუხილი, ან კიდევ შფოთი. ჰაიდეგერის ფილოსოფიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფრანგ ეგზისტენციალისტებზე და რაც შეეხება სარტრს, ის მას გაეცნო გერმანიაში ყოფნისას, მის ფილოსოფიას გაეცნო, ხოლო კამიუ კიდევ უბრალოდ ფრანგული ლიტერატურის, შესაძლოა ფრანგული ლიტერატურის შესწავლისას, ან კიდევ მას გაეცნო მერლო-პონტის ფილოსოფიიდან. თუმცა ამ ათეისტური ეგზისტენციალიზმის გვერდით არსებობს კიდევ სხვა ტიპის ეგზისტენციალიზმი ვითარდება და ეს არის ქრისტიანული ეგზისტენციალიზმი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა კიერკეგორის ფილოსოფიას და მისი წარმომადგენლები გერმანიაში არიან კარლ იასპერსი და საფრანგეთში კიდევ გაბრიელ მარსელი, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს ეგზისტენციალიზმთან დაკავშირებით, რომ ფრანგულმა ეგზისტენციალიზმმა ამ ასე ვთქვათ ეგზისტენციალურ ფილოსოფიას დიდად ღირებული ვერაფერი ვერ შესძინა. უბრალოდ ფაქტიურად ამ იდეების ადაპტირება გააკეთა, თუმცა საკითხი ბევრად უფრო რთულია და ამის შესახებ გვექნება ზუსტად საუბარი, ვიდრე ესე მარტივად ორი სიტყვით რომ ითქვას. ეხლა რაც შეეხება ფილოსოფიას, ანუ ფილოსოფია ჩვენ აქ გვაინტერესებს იმ თვალსაზრისით, რომ ის ახალ სახეს შესძენს ლიტერატურას, ხოლო ეგზისტენციალური ფილოსოფია თავის მხრივ ცდილობს ამოავსოს ის სიცარიელე, რომელიც არსებობს და ერთი მეორეს აშორებს ლიტერატურას და ფილოსოფიას. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ეგზისტენციალური ფილოსოფია დიდ ადგილს დაუთმობს ლიტერატურას. მაგალითად, რაც შეეხება ჰაიდეგერს, რომელიც ვახსენეთ, ის ძალიან ხშირად ახდენს მეტაფიზიკური კვლევის ასოცირებას პოეტების კომენტართან. ეგზისტენციალური ფენომენოლოგია განსაკუთრებით უფრო მეტად თავიდან ლიტერატურას და ფილოსოფიას ერთი მეორესთან აკავშირებს და ეს კავშირი განსაკუთრებით გამოიხატება იმით, რომ ის რეფერირებას მუდმივად თუ ხშირად რეფერირებას ახდენს წერილობაზე და ხელოვნებაზე. თუ ეგზისტენციალური ფილოსოფია უბრუნდება ლიტერატურას, თუმცა ამ ლიტერატურასთან, ასე ვთქვათ, კავშირთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფილოსოფია ინარჩუნებს
ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას და მეთოდოლოგიას, შესაბამისად, ლიტერატურაც თავის მხრივ მეტაფიზიკურ პრობლემატიკას სვავს, ანუ ლიტერატურა თავის მხრივ შემოbrunდება ფილოსოფიისკენ. ეგზისტენციალური რომანი ფაქტიურად რომანის ჟანრის მითის დანგრევას გამოიწვევს. ანუ მაგალითად სარტრის რომანი ლანოზე, ანუ გულისრევის გრძნობა, ფაქტიურად წარმოადგენს მეტაფიზიკურ დღიურს და რაც შეეხება მის პროტაგონისტს, მისი მედიტაცია, ცნობილი მომენტი, მისი მედიტაცია პარკში ხის ფესვის შესახებ ეხება როგორც ფილოსოფიურ სფეროს, ასევე ლიტერატურულ სფეროს, ანუ ფაქტიურად ხდება გადაჯაჭვა ამ ორ სფეროს შორის და შემდეგ უკვე ლექციების დროს ჩვენ ციტატასაც ციტირებასაც მოვახდენთ და განვიხილავთ კონკრეტულად განსაკუთრებით ამ მომენტს. და ფაქტიურად იგივე შეიძლება ითქვას სიმონ დე ბოვუარის რომანის შესახებ, რომლის სახელწოდებაც არის ინვიტე, ანუ მოწვეული ქალი და ეს რომანი გადმოსცემს პერსონაჟის სამი ფიგურის სამი პერსონაჟის რთულ თუ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას, ანუ ამის ირგვლივ არის აგებული. ეხლა რაც შეეხება კამიუს უცხოს, ავტორი ერთ კონკრეტულ შემთხვევას კი არ ეფუძნება და ერთ კონკრეტულ შემთხვევას კი არ იხილავს, ანუ ერთი პერსონაჟის ბედს, ასე ვთქვათ, თუ ბედის წერას, არამედ ზოგადად ადამიანის ურთიერთმიმართებას სამყაროსთან და საზოგადოებასთან. ფაქტიურად ყველა მის ტექსტში, თუნდაც რომ ბედნიერების მომენტი იყოს ასახული, ან კიდევ ბედნიერების შეგრძნება, რაც ძალიან ხშირი არის კამიუს შემოქმედებაში, სიცოცხლის სიყვარული და ასე შემდეგ, მაინც იგრძნობა მუდმივი აი სასოწარკვეთა და შფოთი. ეგზისტენციალიზმში ფილოსოფიური კვლევა და ლიტერატურული შემოქმედება მიუხედავად იმისა, რომ ერთი მეორესთან არის დაკავშირებული, ამავე დროს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და არა სინთეზურად. ანუ ისინი ერთი მეორეში არ არიან აღრეული. ეგზისტენციალისტი მწერალი არ ცდილობს, რომ ეს ორი თითქოს და აბსოლუტურად განსხვავებული ენა, ანუ ფილოსოფიური ენა და ლიტერატურული ენა ერთმანეთში აღრიოს და ფაქტიურად ახალი დისკურსი შექმნას. ანუ არც ერთი მეორეში აღრევას ცდილობს ეგზისტენციალისტი მწერალი ამ ორი განსხვავებული ენის და არც ახალი დისკურსის შექმნის. ახალ დისკურსში იგულისხმება ახალი ენა, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ამ ორი დისკურსის აღრევით. ფაქტიურად გარდა სარტრის ამ რომანის ლანოზე, ანუ გულისრევის გრძნობა, რომელიც ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი, ეგზისტენციალისტი ავტორი კითხვის ნიშნის ქვეშ ფაქტიურად არ აყენებს ამ ორ სფეროს შორის არსებულ სხვაობას და განსხვავებას.